კანონი და ეს პროტესტები ახასიათებდა საქართველოს მუდამ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გზნობდა, რომ არსებობდა საფრთხე იმის თვალსაზრისით, თუ როგორ აღიქვავდნენ თავისუფლებას, ევროპულობას, დამოუკიდებლობას. არასდროს არ ყოფილა საქართველოში მასიური პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ბევრი მიზეზია ამისი, იმიტომ რომ სიტუაცია ამასთანაც მიმართებაშიც არ არის მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი, პირიქით რომ არ თქვა, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები მასიურად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როდესაც გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი სასწორზე იდო და დღეს ეს ხდება. და ეს გახლავთ ძალზე მშვიდობიანი მოძრაობა, მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს. დამიბრუნე ჩემი ხმა, იმიტომ რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და ჩემი ევროპული მომავალი, რაც თავარია და ასევე მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა მოთხოვნა დაუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის ადამიანების ნება დღეს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ რომ ეს დემოკრატიულად მოხდეს კენჭისყრის სახით. და ორი ნაწილი საქართველოსი არ არსებობს, ესე ვთქვათ, რომ ჩვენ შეიძლება მივდიოდეთ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ. არ არის ორი მხარე, არის ერთი მხარე საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს რეპრესიული აპარატის ხელისუფლების მხრიდან. და ამის დემონსტრაციისთვის მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ და ამას დაუბრუნდები დაიკავა ნათლად განსაზღვრული რუსული გზა, დადგა რუსულ გზაზე და თავს ისე აჩვენებს, რომ თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. და რატომ? იმიტომ რომ პირველი და ბოლო წრის მათი და მხარდამჭერების თვალსაზრისით, აი მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, 80% საქართველოს მოსახლეობისა ამას მუდამ ვიმეორებთ, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამო კითხვა და არჩევნები გვანახებს დამოუკიდებლობის შემდეგ აი ამ ციფრებს. და ქართული ოცნების ლიდერები თუ სურთ რომ რაღაცა ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნებისა, აი ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ. ეს დაიწყო ფაქტიურად არჩევნების წინ იმის თვალსაზრისით და შეიძლება ბევრს არ დაუნახავ და შეიძლება მეც ვერ დავინახე ნათლად რუსული გზა ქართული ოცნების, რომელიც დაიწყო 29 ივნის გავრილოვის ინციდენტის 2019 წლის გავრილოვის ინციდენტის შემდეგ, რომელიც ჩაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ძალიან უცნაური ინციდენტი იყო, კოვიდი ძვინვარებდა მაშინ და დავიწყებული იქნა ეს ინციდენტი, მაგრამ შემდეგ მოხდა შარმიშელის დოკუმენტის უარყოფა, რაც იყო კიდევ ერთი ნათელი ნიშანი, რომ ხდებოდა დაშორება რეფორმებისგან, რომელსაც ითხოვდა ევროკავშირი და ხდებოდა სხვა მიმართულებით მოძრაობა. შემდეგ თებერვალი 22 წლის უკრაინაში ომი დაიწყო, 24-ში დაიწყო აქტიურად რუსული აგრესია. 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრი მივიდა საქართველოს ოკუპაციის მონუმენტთან 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან და იქ განაცხადა მან, რომ საქართველოს
საქართველოს არ აქვს განზრახვა ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ ეს ემყარება მხოლოდ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ამის ციტირებ და არავითარი სანქციები იმ დროს არ შესულა ძალაში. შემდეგ 2023 წელი პირველი რუსული კანონის წარმოდგენა, შემდეგ რუსული რიტორიკა მოყვა მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ნატოს რომ ნატო მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელების, გახანძლივების თუ არა ომის დაწყების. შემდეგ მოდის მეორე 24 წელს მეორე რუსული კანონი, შემდეგ რუსული რიტორიკა, რომელიც ერთ-ერთი საქართველოს მმართველის ივანიშვილის გამოსვლა მოყვა ამას, რომელიც ლაპარაკობდა გლობალური ომის პარტიას და ანანაშაულებდა დასავლელ ევროპელ პარტნიორებს ყველაფერში ფაქტიურად. და აი ამ პერიოდში ანტი-დასავლური რიტორიკის ფონზე ანტი-LGBT-ს საუბრის მრავალი ბრალდებისა იმის თვალსაზრისით, რომ ამერიკა და ევროპა აპირებენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები წაგვართვან, ჩვენი თვითყოფადობა თქვენ გსმენიათ, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი და შემდეგ სახელმწიფო, რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად ყველა ინსტიტუცია გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი წესებით არჩევნების ჩასატარებლად, ცენტრალური ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, ანტიკორუფციული სამსახურის საპენსიო ფონდიც კი, რომლის რეფორმირება მიდის, სასამართლო სისტემა მთლიანად მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვლით და მივედით ფაქტიურად რუსულ არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ბჭყალებში ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც გახლავთ იყო სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული და იყო ძალიან მაღალ დახვეწილ დონეზე ეს გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ხედავთ ხოლმე არჩევნებაზე, იყო დაგეგმილი ცვლილებების საარჩევნო კოდექსში გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, სრული კონტროლი გადაეცა CSKO-ს იმ ადამიანებს, რომელსაც ნიშნავდა CSKO, რომელიც დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ იყო ხელისუფლების მიერ განსაზღვრული და დანიშნულები. ელექტრონული ხმის კენჭისყრა, რომელიც ასევე სპეციფიურად იყო შემუშავებული კონტროლის გარეშე, რომელიც მაგალითად სახის შეცნობის მანქანები არ იყო გამოყენებული, თითის ანაბეჭდები და მანამდე მაგალითად ლაპარაკი იყო იმაზე, რომ იყო მოპარული პენსიები ევროპელი მოხუცებულების, ასევე კოლცენტრების საკითხები იდგა ხოლმე 3500 კოლცენტრის საკითხი იდგა, ადმინისტრაციული რეფორმების ამაზე იყო საუბარი ოცნების მხრიდან, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნებამდე პროპაგანდა, რუსული სტილი, არჩევნებამდე შემდეგ იმ პლაკატებით, რომელიც თქვენ იხილეთ, სადაც იყო აღნიშნული და მოცემული განადგურება უკრაინაში ეკლესიების, თეატრების და მეორე მხარეს იყო აყვავებული საქართველოს გამოსახულება. იმდენად შოკში ჩააგდომა საქართველოს საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი და ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო რუსული კვალი ეტყობოდა ამ პლაკატებს, ასევე ვიდეოები სხვადასხვა სახის
ასევე ის ფაქტები იყო, რომ ოპოზიცია სურს, რომ დაამხოს მთავრობა და ისინი უნდა არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს, აიგრძალოს ოპოზიციური პარტიები. არჩევნების შემდეგ ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებული, ეგრეთ წოდებული შავი ფული იყო გამოყენებული დიდი რაოდენობით 600 მილიონი ლარი, რაც 200 მილიონ დოლარს დაახლოებით უდრის, იყო ოქტომბრის დროს დახარჯული. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ხორციელდებოდა და ურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერ დაუკავშირდი არც მობილურით, არც სამთავრობო ქსელით, არც ვერც მის მოადგილეს და მანაც უკან არ გადმომირეკა და სასამართლოები არ იხილავენ დარღვევებს შესაბამისად. მხოლოდ ერთი იყო ცნობილი შემთხვევა, ეს იყო ის შემთხვევა, რომელზეც მოხდა გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან, რომელიც იყო გამბედავი, რომელმაც სარჩელს დაუჭირა მხარი იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო მანქანები სანდო არ იყო და არასდროს სხვა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ორი პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რომ ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. ერთი არის საყოველთაობა, მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან, სტრასბურგშია ძალიან ბევრი და სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა. აქ არ გაიხსნა უბანი და თუ ვამბობთ, რომ თუ არსებობს საელჩო უნდა გაიხსნას უბანი, სტრასბურგში ძალიან ბევრი საქართველოს მოსახლეობაა და დაახლოებით 1 მილიონი მილიონიდან ძალიან მთელი დიასპორა იყო მობილიზებული. მათ იცოდნენ, რომ არჩევნები წყვეტად ან ევროპისკენ გზას, ან რუსეთისკენ. ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი, ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული და პარტიული კამერები იდგა და უყურებდა საარჩევნო მანქანებს. და თავმჯდომარე კომისიის, რომელსაც ყველა მათგანი იყო დანიშნული CSKO-ს ხელმძღვანელის მიერ, ეს ყველაფერი იყო სარჩელი, ამასთან დაკავშირებით იყო შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიებიდან და ჩემი მხრიდან. ჩვენ გვსმენია, რომ კონსტიტუციური სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და იმედი ჰქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლეები ალბათ გაიგებდა და გაათვისნობიერებდა, რომ ეს იყო კრიზისიდან გამოსვლის გზა, რომ შედეგები იყო სრულიად გაყალბებული და კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო ახალი არჩევნები. მაგრამ იმედი ნამდვილად არ გამართლდა და კიდევ ერთი მოთხოვნა იყო შეტანილი საქართველოს მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში და სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ სურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ ჩვენ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება აი ამ ძალიან ღრმა კრიზისთან მიმართებაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არა მხოლოდ დარღვევები, კონსტიტუციური მოთხოვნების, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ, ის ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე,
მოიწვია თავმჯდომარემ პარლამენტის, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე და იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან და არ იყო მიცემული დრო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ყოფილიყო ის არჩევნები განხილული, რომელიც ჩვენ შევიტანეთ და პირველი რომ ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც მომხდარიყო პარლამენტის პირველი სესიის წინ და 28 ნოემბერს გამოცხადება როდესაც და პრემიერ-მინისტრს არ ქონდა ლეგიტიმურობა, არ გააჩნდა ლეგიტიმურობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებს დგას არჩევნები და მანდატიც არ გააჩნდა ამ განცხადებისთვის, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ნათლად არის გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნული კონსტიტუცია written by the same prime minister სხვათა შორის მისი დიდი ნაწილი შეადგინა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და იგი მაგანაცხადა, რომ წვეთს მოლაპარაკებებს, ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას და რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სულა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე და ამ დროს already in Georgia is controlled ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა ძნელია, მათ შორის განსხვავების ხაზის გავლება რა რჩება ამ კონტროლის გარეთ. ოპოზიციური მედია და მინდა ხაზი გაუსვა სამი მასმედიის სტრუქტურის სტრუქტურიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება ამ ეტაპზე, მაგრამ ძალიან უცნაურია. არასამთავრობო ორგანიზაციებს დომოკლეს მახვილი კიდია თავზე რუსული კანონის და როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება მნიშვნელოვანია. პრეზიდენტობა და აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის ცდელობის გათვალისწინებით და ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მექნება დაცვა, პირადი დაცვა რომ დამიცვან და მე არ ფიქრობ, რომ დაცვა რაიმე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ კამპანია სიძულვილის და ბრალდებების მცირე ჯგუფების მხრიდან, რომლებიც პირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური პარტიებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, მრავალ ლიდერს იჭერენ, უშვებენ ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ თავარი საფრთხე გახლავთ ის, რაც მანამდე გამოცხადდა არჩევნებამდე ბატონი ივანიშვილის მხრიდან და მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გაუქმებენ ზოგიერთ პარტიას, ეროვნულ ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენ ყველას გვეძახიან ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებს და ეს ეხება თითქმის ყველას. ჩვენ ყველას გვიწოდებენ ფაშისტებს, ლიბერალურ ფაშისტებს, ეს არის ახალი ტერმინოლოგია და რეალურად რა რჩება? რჩება სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ვიხილეთ ის თუ როგორ ეპყრობიან, რა რეპრესიებს ატარებენ, დაშინების რა მეთოდებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ახალი კანონები ემატება ამას. მაგალითად, ადამიანები, როდესაც ქუჩებში გამოდიან და არავინ არ აქცევს ყურადღებას რა ხდება პარლამენტში, ერთი კანონი აძლევს სახელმწიფოს პრევენციული დაპატიმრების უფლებას და საჯარო სამსახურთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულია კანონი, რომელიც ანგრევს და აცამტვერებს იმ სამუშაოს, რომელიც ჩატარდა იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო საჯარო სამსახურის ევროპული კანონი.
And that means that the administration had the memory. Now they've cut that out. They can fire ფაქტიურად მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი განთავისუფლონ სამსახურიდან დაცვის ყოველგვარი დაცვის გარეშე დააწინაურონ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე მაგალითად დიპლომატები რომელიც არავითარ წესში არ ჯდება და იქნება სრული პოლიტიზაცია საჯარო სამსახურის ეს ამას ნიშნავს და ეს გახლავთ ინსტრუმენტი ხალხის დაშინებისა რომელიც აპროტესტებს საჯარო სამსახურიდან ამას პეტიციებს ხელს აწერენ მასობრივად მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში იუსტიციის სამინისტროში განათლების სამინისტროში ძალიან ფართედ მიმდინარეობს ეს პროცესები პეტიციაზე ხელმოწერის ყველა ადამიანი გზნობს რომ ისინი მეთვალყურეობისა და სხვადასხვა ზომების ქვეშ იმყოფებიან რომლის გამოყენება შეიძლება მათ წინააღმდეგ ყოველგვარი დემონსტრაციებში მონაწილეობის გარეშე და კიდევ ერთი ფორმა რუსიფიკაციის შემილია ამას დავარქვა სახელმწიფო მოდელის ეს არის ტყუილი ყოველდღიური საქმიანობის ჩვენ ვიხილეთ ტყუილები რუსულ კანონთან დაკავშირებით როცა ბატონმა ივანიშვილმა თვითონ და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა რომ ეს კანონი არ იქნება თავიდან შემოტანილი არადა ერთი წლის შემდეგ შემოტანილი იყო თავიდან ჩვენ ასევე ვნახეთ official statements ახალი რამ სადაც ოფიციალური განცხადებები თქვენ ქვეყნების პოზიციებზე საგარეო საქმეთა საბჭოს ცდომის დროს იყო აღნიშნული რომ თქვენ რა პოზიცია დაიკავეთ მაგრამ ეს აი ამ საკითხის or of course by the governmental televisions. მაგრამ ეს განმარტებების შემდეგ არ შუქდება თავსამთავრობო ტელევიზიის მიერ. Televisions do not know that ამ ტელევიზიების მაყურება of polarization. პოლიტიკაზე, პოლარიზაციაზე, ხელისუფლებაზე, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას აჭარბებს. არამედ ეს არის პოლიტიკის საკითხი, პოლარიზაციის საკითხი ან იმ მთავრობის საკითხი, რომელმაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს. ეს არის რადიკალური არჩევანის საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნებამდე. ეს ეხება საქართველოს მიღმომავალ will not stop. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ თუ გახლავთ ეს მხოლოდ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. მაგრამ it is also about you. ეს საკითხი გეხება თქვენს ეხება ევროპას. First of all, it's about Europe's credibility. Just received candidate რომელმაც ახლახანს მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას რომ მისცეს ამ ქვეყანას საშუალება გათელოს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები. მას შემდეგ რაც მოხდა უარყოფა ან იგნორირება ყველა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის 9-12 რეკომენდაციის იგი ვერ მისცემს ევროპა ვერ მისცემს თავს შეურაცხყოფა მოხდეს მისი ძირითადი პრინციპების ასევე საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს იყო და არის და იქნება დარწმუნებული ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს გენერლების განცხადებას რომლებიც ამბობდნენ რომ თბილისს ვინც ფლობს იგი ფლობს კავკასიას და ეს რუსეთისთვის არ შეიცვალა და თუ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის კონტროლის ქვეშ და მე სამხედრო ინტერვენციაზე არ ვლაპარაკობ მე ვსაუბრობ
საარჩევნო კონსტიტუციურ ინტერვენციაზე ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ეხება ყველაფერს დაკავშირებადობასთან დაკავშირებით, რაც ეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიას, ეხება ასევე სომხეთის ევროპულ მომავალს, ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან საქართველოს პოლიტიკური არჩევანი. და საქართველო გახლავთ ევროპის ნაწილი თავის გლობალურ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. სირიაში დამარცხების შემდეგ არ უნდა მოიპოვოს საქართველო რუსეთმა, რაც რუსეთს ხელი მოეცარა უკრაინაში, საქართველოში უნდა მიაღწიოს გამარჯვებას. მოლდოვეთში წააგო რუსეთმა. და გაიმარჯვოს საქართველოში. და მას შემდეგ რაც იმედი მაქვს ისევ წარუმატებლობას მიაღწევს რუმინეთში, უნდა თუ არა მოიპოვოს სამყარო პოზიციები საქართველოში. Those are the questions for you. ეს გახლავთ კითხვები, რომელსაც გისვავთ თქვენ, იმიტომ რომ რუსეთი is a much less costly რა form ტესტსაც of intervention. ვიტარებს ჩვენ, ეს გაცილებით უფრო One that იაფია uses the Georgians are still waiting for biting measures to come from Brussels საქართველოს and Washington. მოსახლეობა ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და deeper crisis. იმედი მაქვს რომ არ უნდა ველოდოთ რომ კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისი სანამ ევროპა იმოქმედებს და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპა პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებით ჩვენ გვესაჭიროება და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს რომ მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან გვესაჭიროება იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა უნდა იცოდეს რომ იგი არ არის მარტო რომ თქვენ მხარს გვიჭერთ ევროპულმა პარლამენტმა და პარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტის დროს ეს გახდა ემანუელ მაკრონის ძალიან ძლიერი გზავნილი ამას გულისხმობდა მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდამჭერა ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ვიზიტი საქართველოში ვიზიტები რომლებიც პატივს სცემენ იმ ფორმულას რომელსაც ქვია რომ საქმე როგორც ჩვეულებრივ ვერ წარიმართება და ჩვენ ვიცით რუსეთთან მიმართებაში რომ ეს ამ ვიზიტებით შეიძლება მოხდეს საკმაოდ კარგი манипуляция იმიტომ რომ პროპაგანდაში რუსები საუკეთესოები არიან ეს ვიზიტები უნდა controlled, I would say, in terms of public relations, so that they do not serve a different end. We need to fight lies and disinformation. We have been saying that for months now, if not more. Dezinformācijas ამას უკვე ვაცხადებ თვეების განმავლობაში. ევროპა მიიღებს იმ მოცემულობას, რომ ასე ძახიან ომის პარტიას. მიიღებს ევროპა იმას, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ. ზოგიერთ ელჩეურაცხყოფას აყენებენ ქვეყანაში. მისცემს უფლებას ევროპა საქართველოს ოცნებას განაცხადოს, რომ ევროპისკენ მიდის ქვეყანა. მიიღებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერი იტალიის, ესპანეთსა და რუმინეთის პოზიციებზე პირდაპირ იტყუება. კიდევ ერთი მიმართულება, რითიც შეუძლია ევროპამ იმოქმედოს, ეს არის სასამართლო სისტემა. ჩვენ გვჭირდება გავანთავისუფლოთ ასობით ადამიანი, რომელიც ციხეებშია და ზოგს ემუქრება 9 წლამდე პატიმრობა. უნდა მიდიოდეს ძალიან მჭიდრო მონიტორინგი და ვიცი რომ ზოგიერთი ევროპელი ელჩი იმყოფებოდნენ სასამართლოზე და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და სასამართლოში დამატებითი ვიზიტები იქნებოდა მნიშვნელოვანი. რომ ნახონ იხილონ როგორ მუშაობს სასამართლოები და ნამდვილად დაკავებულებს დაპატიმრებულების განთავისუფლება და დამნაშავეების რომლებმაც ჩაატარეს
წამების აქტები ისინი მათ უნდა აგონ პასუხი სასამართლოს წინაშე. ახალი არჩევნების თვალსაზრისით ევროპა შეუძლია მხარი დაგვიჭიროს, გჭირდება მხარდაჭერა, როგორც ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რომელიც წინ წაგვიყვანს. არ არის საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში, სხვადასხვა შეთანხმებები. ჩვენ ხედავთ, რომ რუსული მოდელის ხელისუფლებას შეუძლია ევროპა. თქვენ ხართ ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის, ყველაზე დიდი ბაზარი საქართველოსთვის, სახლი საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორისა. ევროპა უნდა მონახოს ბერკეტები მოქმედების, თუ ბერკეტებს არ ამოქმედებთ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის. როგორ ფიქრობს ევროპა, როგორ გაუწევს კონკურენციას 21 საუკუნის გიგანტებს? ევროპას გააჩნია პირადი გავლენა. იგი არის ასევე ადგილმდებარეობა საქართველოს კორუმპირებული ხელისუფლებისთვის. ისინი საქართველოს უმზადებენ პოსტ-საბჭოთა მმართველობას, მაგრამ they want the Russian corrupt rule for Georgians. ფულს ხარჯავენ ევროპაში და კორუფცია სურთ საქართველოში, მაგრამ ევროპა სურთ მოიხმაროს საკუთარი ინტერესებისთვის. Because Georgia ევროპა უნდა დაუდგეს გვერდს საქართველოს მოსახლეობას, იგი მოიგებს ამ ბრძოლას, დაიცავს თავისუფლებას, დემოკრატიას, ევროპულ მომავალს და საერთოდ არ მინდა ეს შედარება გავაკეთო უკრაინულ ტრაგედიასთან და სიმამაცესთან. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის, თქვენი მომავლისთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე უნდა დაუჭიროთ ხარი და მეორე მხარეს ჩვენ ეხლა ტესტს გავდივართ, ვიბრძვით არა სამხედრო თვალსაზრისით, შიშველი ხელებით ვიბრძვით განსხვავებულად იმასთან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენთვის, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანის მომავალს. დიდი მადლობა.